რასაც დაგუგლავ, ყველაფერი გაჩნდება GTA 5-ში. და ეს ეპიზოდი სხვათა შორის დიდი ხანი არ გადაგვიღია, ამიტომ პირველი დავგუგლოთ პარაშუტი. Go. მეთქი არ გაჩნდა, ხო არ გადაობდა. ესეც ესე. ეს მოუდი განსაკუთრებით მომწონს, იმიტომ რომ ყველაფერი რაც არ უნდა დაგუგლოთ, ხდება GTA 5-ში და დაწერეთ კომენტარებში, რის დაგუგლვას ისურვებდით მომდენო ვიდეოში, რომ GTA-ში გვენახა, მაგრამ სიცოცხლე რატომ აკდება ძმა? მიღადავები? რატომ მოვკვდი? გულმა დაარტყა ალბათ. ხო და დავგუგლოთ საავადმყოფო. Go. არა, ეს მოუდი არის ჩემი ყველაზე საყვარელი მოუდი და რას მეძახი? მოგაზრავად, რეანიმაციის ფული გადაიხადეთ. რისი ფული? რეანიმაციის. რამდენია გადასახდელი? 50,000. კაი, ერთი წამი. 50,000 დოლარი. Go. და ესეც ასე. 50,000 $20 შეკრუით, მაგრამ ეს კაცი გაქრა. სანამ მე დავუგლავდი ალბათ. რა ვიცი, რამას აიღეს მე ვიღაც გაჭირვებული და წარმოვიდგინეთ ესეთი შესაძლებლობა რო ქონდეს Black Mamba-ის ეპიზოდებში. ანუ ჩემი აზრით საერთოდ ეპიზოდებს მუღამი არ ექნებოდა, იმიტომ რომ თუ რაღაც რას ჩაფიქრებული გაქვს, ყველაფერი შენ გაქვს. რას რიახ ეგეც ხოვრებას? ძმაო, ეხლა ამ წელს რა გინდა ყველაზე მეტად? რავი ძმა, Lamborghini. მომიტან? რავი, ერთ წამი რა პრობლემაა? რა ბიჭო, მე გადავები? არა, ერთ წამი კაცი. Lamborghini. Go. და ესეც ესე, Lamborghini რომელია ეს არ ვიცი, მაგრამ რა? მიხარ ბიჭოში? მაგას შემოძო მნიშვნელობა არ აქვს, თავარია რომ ეს ულამაზესი Lamborghini, რომელიც დაახლოებით $700,000 ღირს შენია და მოკლედ მშვიდობაში რა. მადლობა ძმაო, ეს არ ვიცი, სასწაულია მართლა, თან ფული მჭირდებოდა, წავიღებ იმენა და დავალომბარდება მას და რაღაცას ვიზავ. ბოდიში ხა ლომბარდს აქ ვერ გაგიჩენ. რა ვიცი, ფული ეთქვა მას პირდაპირ აღა Lamborghini მითხრა, მაგრამ ჭკვიანი ხა ფულს ალბათ მივცემდით 100,000, მაგრამ ეხა ნახე პირდაპირ 700,000 ან რავი, $1,000,000 Lamborghini დავუგდე. მოდი, ეხლა ჩვენ ცოტა დავძაბოთ ყველაფერი და მაინტერესებს როგორი იქნება GTA 5-ში აპოკალიფსი. ეს τι რაღაც არ დამიგუგლავს. აპოკალიფსი. ხადაო. და ლაიქეთ მანამდე ვიდეო და Go. გახსენდი GG Drop-ი აღწერაში მდებარე ლინკზე, სადაც დაგხვდებათ ბევრი кейსები სხვადასხვა და საუკეთესო ფასში. ასევე აქვე შეძლებს სკინების გაუმჯობესებას. და თუ ეხლავე გადახოთ აღწერაში მდებარე ლინკს და გაივლით რეგისტრაციას, პრომოკოდი AMIGOS გამოყენების შემთხვევაში პირველივე დეპოზიტზე მიიღებთ 11%-იან ბონუსს. GG Drop-ი არის ჩვენი ვიდეოს წარმოდგენი, ამიტომ არ გაუშვა შანსი, რომ გამოიყენო პრომოკოდი AMIGO. ოპა! ეს უკვე მესმის. ვიღაც დადის ეგერ, მაგრამ არა გაქრა უცბად. მანქანების ხმა კი ისმის, მაგრამ ხადაო ბიჭო, GTA 5-ში აპოკალიფსი. არა, ეს თი რაღაც მინდა რა, ზომბი აპოკალიფსის მოუდი უეჭველი უნდა გადავიღოთ ერთი 7 დღიანი ეპიზოდი და ეს ვიდეო თუ 10,000 ლაიქს და კომენტარებში თუ რო გინდათ მსგავსი ვიდეო, აუცილებლად გადავიღებთ. არა ბიჭო, ძალიან მაგარია ეს ნახე. ალბათ ეს მანქანები გარბოდნენ ოდესღაც აქ რაღაც დაიწყო ამ ქალაქში. ეს რომელი ავტობანია? Ocean Highway. აქედან ჩილიადის მთისკენ მიდიხარ და ჩილიადის მთა იქეთ არის. გასაგები, ესე იგი იქ ალბათ რაღაც დაიწყო სოფელში. ეს ხალხი აქეთ წამოვიდა, არა ესენი იქით მიდიან, ისინი აქეთ მოდიან. არ ვიცი, მაგრამ ალბათ ეს დაახლოებით ერთი 1000 წლის არა 1000 წლის არა ერთი 100 წლის მიტოვებული ადგილი მაინც არის რა. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი და ეხლა ამ ადგილს ყველაზე მეტად აბა რა მოუხდება თქვენი აზრით. რა თქმა უნდა, ზომბი აპოკალიფსი. ერთი წამი აბა უბრალოდ ამ რაღაცებზე ავხტე და გადავიხეთ. ხო, ერთი წამი ძმა. ესევით ვერავდივარ, მაინტერესებს წინ რა ხდება. აბა ერთი გავიხედოთ. არა, იმენა ბოლო არ უჩანს აქაურობას და ეგ არის, მგონი ზომბი აპოკალიფსის დრო არის ეხლა. ზომბი აპოკალიფსი. 1 2 3 Go. ოპა, ესე ჩვენი ზომბები და თან ცოტა დაღამდა ერთი წამი ძმა. შეიძლება ზომბები არ არიან და უბრალოდ დაზიანებული ხალხი არიან, მაგრამ ხალხი არის. ჩემი ძმა, ზომბი ხო არა ხარ? არაც მე ზომბია უეჭველი, მოდი აქ, ესეც ავიყვანოთ, ესეც. გალუთოთ შეგვიძლია იმენა. ოპა, მართლა ზომბია თო, ადგა ჩაოლებრივად. გადი ძმა თავი გამანები, ბიჭო, რამდენი ზომბები არიან, თო ტყიდანაც მოდიან. ოპა, მგონი ძალა უნებურად ზომბი აპოკალიფსი ვიღებ დღეს, მაგრამ აქ უნდა ავხტეს ევით. აბა აქ ახლა ავხტები და მაინტერესებს აქ ხალხი რომ მოვა გარშემო. არა, დადგნენ პროსტა. ჩამოდი, უნდა შეგჭამო. ეხლავე ძმა, როგორ არა, ერთი წამი. ავიყვანეთ. მაგრამ რა უნდა გავაკეთო მე ზომბი აპოკალიფსში თო? ალბათ გადარჩენისთვის უნდა ვიბრძოლო რა და რაღაც ლუთები უნდა მოვძო. იარაღი, ერთი იარაღი მაინც არ უნდა მქონდეს. ეს მომსდევს. ვაფშე შემჭამენ? აბა მოდი აქ. ქალბატონო.
კი, ცდილობს რომ შემჭამოს. კი, როგორ არა. აი. მე მეორეც მოვიდა, აგერ ესენი თავიანთი ჭკვით მჭამენ. კი, ეხლავე. მიდი, მოდით ყველა მაგარი იდეა მაქვს. მოდი. აქ ტენტეს დავაგდებ ახლა ერთს. აი, აქ იყოს დაბლა დაგდებული. მოდით. ერთი წამი. მე გადმოვუდი მაგთან ისე შართული და 1 2 3. ესე მოელის ყველა ზომბს, ვინც ბლეკ მამბასთან დაპირისპირებას გადაწყვეტს. კაი, ძმა, აღარ მინდა ეს აპოკალიფსური ქალაქი რა, ქალაქში დამობრუნე რა. მაგრამ არა, ქალაქში კი არ უნდა დამაბრუნოს. ეხლა უნდა დავსერჩოთ ზომბი აპოკალიფსის ბაზა. ხო, ბაზა. ზომბი აპოკალიფსის ბაზა. არა, გადასარჩენი ბაზა. ალბათ ესე და უფრო სწორად გააჩენს რა. Go. ოპა, გადაობ. ჩემი ძმა შემომიშვით რა. ზომბი ვარ ხარ? კი, ძმა ზომბი ვარ და ვლაპარაკობ. საიდან შემოვიდე? მე გადაობი LSPD-ის შენობა გახდა, როგორც ჩანს გადასარჩენი ბაზა, მაგრამ როგორ შემოვიდე? გარედან შემოსვლა აკრძალულია. აი ბიჭო, მე გადაობით, მან მინდა შემოსვლათო, მეც მინდა გადარჩენა ერთ წამით შემოძმაო. გადი აქედან. არა, მე რატომ მესვრით ბიჭო? ზომბია, მოკალით. აუ, ბიჭო, დარტყმულები არა, ზომბი არა ღიც. არ ვარ ძმაო, ზომბი არა. უეჭველი? აუ, ბიჭო, ჩემი აქ როგორღაც უნდა შევიდე, აბა ერთი უკრინდა მცადო შესვლა. აი, აქედან რომ შევიდეთ ვერა. აქედან ვერა, ჩაკეტილი აქვთ გარე. აი, აბა უკრინდა შევეცდები. აი, აქედანაც ჩაკეტილია, მაგრამ აქ პრინციპი შეიძლება შეგვიშვან. ჩემი ძმა შემომიშვით, ეგ გარი. როგორ გადარჩით? არ ვიცი ძმა, რა ვიცი, დაგუგლე რაღაცეები და გავიჩითე რა. აქ უკვე 200 წელია ზომბი აპოკალიფსის ვებზვით. ხატო Google-მა ესე იგი 200 წლის წინანდელი ზომბი აპოკალიფსი გაგვიჩითა. სააღოლ? აგერ აქ ტრეილერებს რაზმავთ რომ წავიდეთ აქედან რა და სხვა გადარჩენილებს ნახოთ. ტრეილერს რაზმავთ? ვაუ. ხორჯობია რომ ზომბი აპოკალიფსისთვის განკუთვნილი ტრეილერი დავასპაუნოთ, მაგრამ ერთი წამი აბა. იქით არ გახუდეთ, იქით არ შეიძლება? არა, მთელი ქალაქი გადამწვარია უკვე. ოხ, მთელი ქალაქი ბურუშია. კაი, აბა ერთი აქ შევიდეთ შიგნით. გამარჯობა. გადარჩენილი ხარ? დიახ, მეც გადავრჩი ერთი შიგნით, მაინტერესებს რა ხდება აბა აქ. პატიმრებით უყავთ ამ აპოკალიფსის დროს. გამარჯობათ. არა, კიდე კაი, ახლა არავის არ იჭერენ. გამარჯობათ, თქვენს გადარჩენილი ხარ? დიახ, ერთი ორი კვირა მოვდივარ რომ გიპოვოთ რა. სხვაგან ხალხი ვარ შეხვედრიათ. არა. ოპა. დაკავებული ხარ თქვენ, დაკავებული. თვითამის, მაგრამ რატო ვარ დაკავებული? ხელები მაღლა. მოცილდით აქედან. გამანებეთ თავი. გაჭედილები ქონდათ, მაგრამ წავედი ახლა და ამათთვის უნდა დავასპაუნდო ძმაო ზომბი აპოკალიფსისთვის განკუთვნილი მანქანა. ერთი წამი შემოძმაო, ერთი წამი. მოემზადეთ ახლა. კარი დაკეტე, ძმა ზომბები მოდიან. არა, ეგენი არ შემოვლენ კაცო აქ დატასაობენ თავისთვის. რა კაცები არიან ესენიც თო? კაი, ზომბი აპოკალიფსის ტრეილერი. Go. ოპა! აი ეს უკვე მესმის მაო, აბა გავიდით აქედან ნელა, გამატარეთ. ანუ ეს ნახეთ ახლა როგორი ტრეილერია. ჩაულებრო და მციარული შეგვიძლია, მაგრამ გავაჩეროთ აბა ერთი წამის ან ოპა, აქაც სერიოზული ომები ქონდათ როგორ ჩანს. ვის მივათრევ ძმეს რა არის გლუთია? ეხლა გაჩნდა აი ზევით მანქანები, მანამდე არ იყო ალბათ იქ რაღაცებს გაჭედილი ქონდათ, მაგრამ ნახე ერთ წამის როგორი ტრეილერია. ჩაულებრო შეგვიძლია მანქანებზე ავიდეთ და გადაობი მათი იარაღები აქ თავზე. ერთი წამი გავაჩეროთ აქ. აი ესე დავდგეთ, გადამოვიდეთ აქედან. აქ წესით ზომბები ვერ ამოვლენ, ხო? ერთ წამებო ნახოთ. მედი რა. ესეთი მანქანა მე ჩემი ზომბი აპოკალიფს ვიდეოებისთვის მეყოლება. ეგ არის, აქ ზომბები ვერ ამოდიან, ძალიან კაი. ავიდეთ, ეს ალბათ ჯარისკაცები არიან. მე აქ საიდან გავშლის ძმაო? დავგუგლე და რავი რას გაიგებ რა, მაცივარი გვაქვს, წამოსაწოლი გვაქვს. გადაო, ბრაძერს კი რაღაცაა. აპოკალიფსისთვის ეს გამოჭრილი მანქანა. ავიდეთ ზევით, კოცონის ადგილი. აქ ლუთები გვაქვს, იარაღი რაღაც, ყველაფერი შეგვიძლია აქედან ხალხს დავუშვათ, ხალხს რა ზომბებს და აქეთ ამით შეგვიძლია დავუშვათ ვინმე, აბა ერთი დავუშვდი ამაში. მიდი რა. რა ხდება? ოპა, გადაობ. ერთი წამი, ხარ გავგვიჟდე. არა, ამას ტყვიები არ აქვს. აი რა, გატეხა ტყვიები რო არ აქვს და დაბლა არ ჩავარდე ფრანკლინ. აი ამას შევეცდები, აბა ერთ წამი დაждდომას. მიდი რა, შენ მაინც რა. მიდი. აუ, აქ რატო ჯდება მაინც და მაინც? კი, აი დაждდა აქ. ოპა! ხო არ გადაობ, ერთ წამი. მე გადავები, ოპა, შემთხვევით ეს კაცი შემომოკვდა, მაგრამ აი ძმაო, ზომბი აპოკალიფსისთვის განკუთვნილი ტრეილერი მესმის. სააღოლ Google-ს იმენა მაგარი წარმოსახვის უნარი ქონია. თან თემა რაც არის, ესე ტრეილერს თუ ავუაწყოთ ჩვენი ზომბი აპოკალიფსის ვიდეოებისთვის რა. მატერიალები გვექნება შესაგროვებელი, მაგას მე შევაგროვებ და ყველაფერი იქნება მაქსიმალურად რეალურად. რო აი ესეთი რაღაც ჩვენი ხელით ავაწყოთ. მე ეგ ჩვენ ფანტაზიებს ჩავართოთ რაღაც ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა და მაგარია თო თავს ჩაოლურად გადავურჩენ. თან აქ ზომბები ვერ ამოდიან. ჩაოლებრად აქ დადგები, გაიმაგრებ თავს, დაუშვებ ყველას, ძალიან კაი. ამაში ვერ გავიხედები? ვერ ვიხედებით, მაგრამ აქედან შეგვიძლია ჩაოლებრად ხალხს დავუშვათ.
ძალიან კაი მომწონს. მე აქედან ჩაოლებრივად დაბლად ჩახვალთ. ოიმე. უკაცრავად ბატონებო და ქალბატონებო, ხელს გიშლით, მაგრამ არა უშავს. ადი, ფრანკლინ. ახტი, ძმა, ახტი. აქ ეხა ჩავხვდეთ და აქედან ესე კომფორტულად შეგვიძლია პირდაპირ ტრეილერში გადავინაცვლოთ. ჩახტი ძმა. ტრეილერში ვერ ჯდება? კი, აქა ჩავალო ჯდებით. ეგ არის. და ვინმე გადარჩენილებს თუ ნახავთ, მაგათაც შევიფარებთ ხოლმე. აქ გავმაგრდებით, ღამებს გავაცენებთ და მოკლედ. ეს ვიდეო ავიდეს 10,000 ლაიქზე დღეს. და მომდენო კვირიდან, არა, მამეთ ამ კვირიდან დავიწყებთ უკვე ზომბი აპოკალიფსის გადაღებას და მსგავსი ტრეილერის, არა, უფრო მონსტრი ტრეილერის აწყობას. ამიტომ რომ ვიცი ახლა ეს რაღაცები როგორ უნდა ავაწყო და ვახთ ჩემი. მაგას ნელა მივხვიდავთ. ამიტომ დავალაიქოთ და გამოვიწეროთ არხი და ხო საღამოს დაელოდეთ მომდენო ვიდეოს.